მოწითალო შინდისფერი არ ვიცი, ჩემი თვისფერი მე თვითონაც ვერ გავიგე. ბუნებრივი ჯობია დაგრძელებულს, ვაიმე ხო აქ რო ხელებს ვიდებ და კაფსულები არ მაქვს, მაგას არაფერი არ ჯობია მართლა. რა ლამაზად გამოიყურებიო, ვაიმე ჯერ მაკიაჟს კეთებ არც დამიწყია ფილტრი მადევს. რომელია მარჯვენა მარცხი. ჩემი ლინზების ერა დაიწყო ისევ მე მგონი. სანამ ჰაუსში შევიდოდი მოკლედ. არა შავი ხო ბევრად ჯობია, ბევრად მიხდება, მაგრამ აი მაკიაჟს რო ვიკეთებ, არ ვიცი რატომღაც ძალიან მომწონს. ანუ ფანები არ მყავს მოდერად, ვისაც ვიცნობ და კარგად არ ისინი მყავს მოდერად. მოკლედ. არავის ვამეოდებ თუ მისას რაღაც ბევრი წერს თქვენ უნდა ხოვდა არ არის. დაიკიდეთ ხედავ მაგას მოკლედ რა. მაგ საქმეს რას ვამბობდი და რას გიყლებოდით. ანუ ჰაუსში შევიდოდი. სულ ვატარებდი ლინზებს, საღამო მართლა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში აი 1-10 ლინზა მინიმუმ ვიყიდე. მინიმუმ ხო და ისო სხვადასხვა ფერები მწვანე. აუ რაღაც დამიწერა ჭედავს. ხო და არ ვიცი მოკლედ და ჰაუსში რომ ვაბერებდი შესვლას იქ მითხრეს მოკლედ რა, რომ თუ ლინზებით ვიქნებოდი, მე რომ დაყოფილიყავი სულ ლინზებით, თუ პრომოში ლინზებით ვიქნებოდი, პირველ დღეს ლინზებით ვიქნებოდი, სულ დაყოფილიყავი ლინზებით. არ ვიცი, ესე მითხრეს მოკლედ და მე ხო 24 შვიდზე ლინზები ვერ მექნებოდა, იმიტომ რომ ხანდახან ტკივა ხოლმე თვალები, ხანდახან იცის თვალების ატკივა და ანუ ვიხსნი ხოლმე რა და მაგიტომ გადავწყვეტე, რომ ჩემ ლინზებს ასე ვთქვათ, შევშვებოდი. და ჰაუსში მარტო ერთადერთხელ გავიკეთე, რაღაც ვიღაცას ვანახე პროსტა და შემოვიხსენი. სად ვყიდულობ და ზოგადად იქ ვყიდულობდი ხოლმე ახალი მზერა თუ რაღაც ქვია მოკლედ. ანუ ესე რაღაც იაფიან ლინზებს 20 ლარიანებს და 10 ლარიანებს არ ვყიდულობდი სულ ესე 200-300 ლარიანები, იმიტომ რომ მაინც თვალი არის, მე სუსტი თვალი მაქვს და იდეაში წერან კი იმას ვამბობდით, რომ ეხლა მაკიაჟი მაგალითად ეს უფრო კაია იაფიანი ვიდრე 200 ლარიანი, მაგრამ ეხლა ლინზას და თვალს როცა ეხება საქმე, აი ეს ძალიან ნაგვები თვალში არ უნდა ჩაისვა რა. ძვირია კი ლინზასთვის და ძვირი არის, მაგრამ აი არ ვიცი ძალიან მიყვარდა და არ ვიცი ეს ლაინერი რომელი არის. ერთ წამით ახლა ლაინერი უნდა წავიშვა და მოვა. რაღაც ძალიან ჭედავს თუ მეჩვენება. ჩემთან ჭედავს, ან ჩემის ჭედავს გამოსახულება. ფილტრი რო გადავსვა შემოგვიყვება. ამ ფილტრს ვერ ერთხელ ჩავრთე და მაგის მერე ესე არის.
ერთი გიორგი არ არის. ლინზების გარეშე უფრო ლამაზი ხარ. მადლობა. მე ორივე მომწონს ლინზაც და გითხრებით ლინზების გარეშე უფრო მომწონს, მაგრამ აი არ ვიცი, ძალიან მიყვარს კონკრეტულად ეს ლინზები. რას ვიზავთ? და ფილტრის გარეშე. მარიამ, მე შენ მელაპარაკე წინაზე ფაბრიკაში რომ ვიყავი და რომ დამელაპარაკე. ხო, მახსოვს. ამინა, ჭეპდაკალი. გოგო ლაიფში ხარ? მე აზარი ლაიფში. წერ გულებს უგზავდი, წერ მიყვარ ხარალყურად ღება, სად იყო ჩემი? არ მინახია შენ მესიჯს, მე მგონია შენ წინავს. არა. წინავს და სამხარად დაიწყო და სამხარად. აბა რაშრებით ხართ მარტოები ბედნიერად თუ რა ხდება? ხო? აღარ უბრალოდ მაგის სახელი თორე კიდე გადასახურები აქვს. აი მე მართლა ხო არ უყურებ ეს შოქში ვარ, აი მართლა შოქში ვარ. ავიღალე. მოდის გოგში. არ მოდის? კინში ჩამოდის. ეს ნატალიოს? აბა ვის ხარჯე? მაგიტო კი რეკავდა უეჭველი. შომ მერტო. მე რა ცივია ეს ავა. 2 საათი წინ გავაკეთე და 2 საათია სვავ. მე მემზადები რა ვიცი და თქვენ იყავით და იგულავეთ რაც იქნათ გააკეთეთ დამალებით თავი. მე არ მუშაობ დღეს. ვიწრო არ მუშაობ. ეს იქნება ჩემი ყვილი. მარი ადექი, მარი ცეკვე. ფილმი იცებო? რა? თან ერთად. არ ვიცი მე მუშაობ. კიჟი ხარ. მე ხალხა ერთი სულ მაგხომე უკვე მოვიდა ორშაბათი სამშაბათი მართლა ამინა. დავიკიდოთ. არის მე კვირას. კვირას როგორ დავისვენო აბა? ხარო სხვა გამომიდეს მაქებად. ამინას გარდა. სხვა ვინ? ამინას გარდა და წავიდეთ სადმე. წავიდეთ ვიკულავთ. წავიდეთ. ისე, არა ივენთი არ იქნება კონდეს. ამი გულობა არის ლოგეში წოლა და ცილი. მეც. მიგდო მოსაწვევები ივენთის კრისტალი. დღეს ივენტების ბილეტები, მაგრამ იქ წასვლას ჯობია. ერთი ჩამიგდო დილით 11 საათზე და მეორე ბილეტები ჩამიგდო საღამოს 6-ზე. ჯერ როდის იყო ეგ ბილეტებს მიგდებდეს არ ვიცი რა უნდა და მართლა ვერ მივხვდი. მე ჩემთან ვშორს ლაპარაკობთ. გოგოც ჩემთან ვაფშე არ გვაქვს კონტაქტი და ურთიერთობა, ანუ ხანდახან აი იმ დღეს მაშინ შენ რომ მიმაწერინე ხო იცი აბა დაურეკეო. მაშინ ქონდა ბოლოს მაგასთან მიმოწერა, მე ვაფშე მაგასთან არ მინდა გოგო. მაგასთან რატო უნდა მივწერო საერთოდ? მე რაც მიპასუხა. გაბრაზებულია შენზე უეჭველი რაღაცაზე. რა გავაკეთო? ვიცი, შეურიგდი. მიდი დღეს მოგცემ ამ ივენთების იმას. არ მინდა მაგის ნახვა. რატო გოგო არ გიყვარ? მაგის ნახვა. რა გიყვარ? მე ვიცი რაც გიყვარს. აი მე. მაგის თოლი მე ძალიან შტატ მიყურებს და არ მინდა. არ შემიძლია ეკრება მიყურებ. თან ბოლოს გახსოვს რა გავაკეთე? გოგო. რა უნდა რატო გადაგეკიდა ეგ ქალი ვაფშე გიჟია იმენა.
გამიგია რა, ვერც დალაპარაკებ ხარ ადამიანს. სად მიდიხართ? ამინა ლოგინში ალბათ სამნე. სამსახურში. კუჩი ძალიან დავიღალე, იცი? მე სულ ვქავდი. ერთად არ წამოვედით სახლში, ვიცი. ო. სამტკიო და ფეხები, რომ მოვედი ფეხსაცმელი გავიხადე მეთქე ხო? მე იმ ფეხსაცმელებს აღარასდროს აღარ ჩავიცნო. მეც რა მიკვირს გოგო იმას ჩუსტები ეცვა და ჩუსტებით რადგან აიღალა ვერ მივხვდი ოღონდ მართლა. აბა ერთი მე მივიდე ჩუსტებით, გეხვეწები, გამომაგდებენ ეგრევე. მეც. მე თქვენ წადი სახლში გამოიცვალე ან კარგად იყავი ან არ ვიცი. როგორც იციან. ერთი დღეს ჩუსტებით წავიდე რა, მეთქი პარასკევია დავიკლები ფეხზე დგომით მეთქითო. რა იქნება? კიდე ვიღადა, ჩანთაში ჩავიდო ფეხზე და ჩუსტებით მივიდე. მართლა მეთქი გუში ხო იმუშავეს ეგრე რა. არა. თანთა პრობლემაა ეგ. მაგას მუშაობას ბაზარი არა ეგ თუ მუშაობა იყო გოგო მართალია. კუჩი დავიღალე, არ ვიცი რა იყო ეგ. მე მოგწერე ხარ რა. $20 პომადები. ხო, მაგი მაჩქა. საყვარელი. $50 პომადები. დარწმუნებული ვარ აჩუქე. ჯერ როცა ლაივში ხარ, სულ გაფრთხილება მოდის ჩემთან, რატო? მოვიდა გაფრთხილება და ვერ გავგი. მე მგონი მარეპორტებენ გოგო ეს ხალხი, ბევრი ხომ მიყურებს, ხა 800 კაცი მიყურებს და ბევრს ხო არ ვევასებით რა. მე მგონი მარეპორტებენ და მაგიტო დაიგიდე. იყვნენ და არეპორტო. ეხები არობის მოჭამა. მართლა დაიგიდე. იმიტომ რომ ანუ არ წეწევი არც ვარაფერი და გოგო ეს მარეპორტები რა ვიცი ეს ვაკეთებ. მაგას ვიკეთებ. ავენ ეწევია ლაივში ეს ლუდებით და იმებით შემოდიან და მაგათ არ არეპორტებენ და მე მარეპორტებენ. აწყალი. მოდი გითამაშეთ. მოდი რამდენი გიყურებს? რა? არაფერი, 23. ნაშულს გამოგზავნე, მაგრამ თამაშობს. მაგი წერს რა შვებიო, გაიგო სახში ვარ. ხურებს. ეს რა? გამოგწვა. ვაი, ალო. ეზე მარიამო, ხო ვიცი ამას გავისწორებ დამშვიდით. ესეთი არ მივდივარ არსად. ტანზე შავი ვარ და ხდით ამავე სახში. უნდა წავიდე სალარიმში, მეც მინდა. აი მე არა მე მაშინია სოლარიუმების მაშინ წინა ზაფხულს რაც დამემართა მაგის მერე. გადაემართა არ მახსოვს. გოგო, მე ხო 2 თვე გადაბმულად სუპრდიოდი და გავაფრთხილეს რომ მაქსიმუმი არის 15 წუთი. მე შევდიოდი ყოველ დღე მივდიოდი სოლარიუმში დაახლოებით 9 საათი ან 25 წუთი, 15 წუთი, დასაწყისი 15 წუთი, დასადგომი და ესე. ხოდა გამიჩნდა ლაქები. მართლა? გოგო ზურგზე გამიჩნდა თეთრი ლაქები, ხო და რაღაცა აი აქ რაღაც ლაქა მაქვს დღემდე დარჩენილი და ანუ ის ლაქები გამივიდა ზურგზე, მაგრამ მე თურმე ყოველდღე არ შეიძლება სოლარიუმიდან ამდენი შეიძლება 2 საათი ყოველდღე არაფრით არ შეიძლება და მაგის მერე აღარ დავდივარ. ანუ კანისთვისაც ძალიან საშიშია კანის ტკივას აჩენს და რავი მოკლედ რაღაც ცუდი ისინი დამმართა. თავის ტკივილები მქონდა დაწყებული კიდე და რავი აი არ ვიცი ძალიან ცუდი რაღაცები მჭირდა. დავანებე თავი მერჩევნია თეთრები იყო და ეს რაღაც გავიბიჭო ხანდახან. ზედაზე უბრალოდ ცუდი და სოლარიუმი ბევრად ცუდია ხო. საშინელება რამდენ ადამიანს რაღაცები დაემართა კანზე. მე კარგად ვარ. შენ
კარგად ხარ, კარგად იყავი სულ. რატომ მეცინებო? რა ვიცი, დაღლილი ხარ და მომიტო. მეცინება ცა. მეზარება ყველაფერი. მე რა უნდა გააკეთო? მისველი არ ვიცი. ალბათ ვერ მოვასწრებ გაშრობას და იქ წავიღებ და გავისწორებ რა. ვერ მოვასწარი. გაშრობა ვერაფერი. შეგომჟივით წავა. როგორც სკიჟებ პარასკევია, ლამაზად წადი. არა მარიამ, ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა, პატარა, შენ საომაზი ხარ. ეგ ვიღაცა მომწერა. მე გადავიღო. ზად ვიდის სამსახურში სადღაც წავიდე. სადღაც წავიდე, სხვა სადღაც წავიდე რა. ჩემი ცხოვრება ეგ არის ხო? მუშაობას ახრი, მუშაობას ახრი. მე შეიძლება საბერძნეთში წავიდე. გაჩუმდი რა საბერძნეთში. შუქი რატო? აი, შუქი არ წავიდეს, შუქმა გაითამაშა. თორე მართლა ვიტყვი რომ ბები არ მაქვს. არ მოდიხარ. გოგო, ანასთან არა საბერძნეთში. ანასთან? ანასთან არა. კენ თუნდაც ხარ. რაღაც მოვკარი შემთხვევა. ეს არის თამთა გაიცანი. რა? ეს არის თამთა გაიცანი. ეს მაგი. თამთა. ივეთ. როგორ ხარ? კარგად, შენი სტიკერი მაგიცი? ხო. რა სტიკერი? ჩემ სურათზე. სურათი არა, TikTok-ზე დავუკომენტარე ვიდეოზე და ნახე. ხო, გამიგონი. ხო. მაუ, გოგო, იმდენი თაგები და რაღაცები არ მინახია. ლამაზი ხარ, მან. ბედნიერი იყო ტელეფონი. გადავთ თუ ახლა მართლა. არა, მართლა ძალიან ლამაზი ხარ, მან. ლამაზი სტიკერი გააკეთეთ, მეთქი რაღაცა. დაშნარებას ხარ. ეხებია ვიღაც ისი მოვიპარე. ინტერესებს დამბებო. აი ამინასთან რო შეხვალ. აი სადღაცა რო იყო מחურებლად მაგის გვერდზე რო ვიდეოა მან კომენტარში. ხო. ეს მაყურებლად რო იყო. მან უნდა გავთიშო, დედა ჩემი მირეკავს. მიდი კოცნი. ჩამოვა გოგო. მიდი. მიდი კოცნი. ვიყარ ხარ. კოცნი ყარ ხარ ძალიან. აი მე ხალხო დავიღალე. ამდე საათიან მაგერს ვინმე იკეთებს. ავტოროჯი შეგიძლია გაიგეთო. ვაიმე მე სიზღება. განსაკუთრებით მე ხელზე რო იცის ხოლმე გადასხულა სტაფილოს ფრად რო ჯდება. საშინელება. თან აი რაღაც ზოგი ავტოროჯი არის რო გადადის რა. ზოგი არის იმენა წყალს ყვება და საშინელება. მაგას მერჩენია მართლა ის ვიყო. ჯერ ერთი რო სახეზე დიდად არ მიხდება მე რუჯი. ისე ვარ ძალიან თეთრი. მე ზოგადად ძალიან კატკადე თეთრი ვარ, მაგიტო არის რომ ძალიან ვიწვევი ხოლმე. ეხლა უბრალოდ მე წინა წლის რუჯიც მქონდა შემორჩენილი. იმის და მიუხედავად რომ თეთრი ვიყავი, მაინც ცოტა რუჯი იყო ეგ. ხო და მაგიტო არის რომ ძალიან საშინელად ვიწვევი ხოლმე. აი ძალიან საშინელად ვიწვევი ხოლმე მართლა. კეთყვი კაი ავტოროჯს და მიწერე თაბა ერთი. ამ გაფრთხილებებს რატომ აძლევს?
მეგახსოვს ჩემი ავტოროჯი ექსკურსიაზე. ვაიმე რომ ანუ ცუდად ვარ. სტაფილოსფერი რო წამოხვედი ხო მინიონს რო გეძახდით. ხალხო მოკლედ ჩემი დაქალი მოდის ექსკურსიაზე, ჩვენ კლასელები ვიყავით, ჩემი ბავშვობის დაქალი, მოკლედ ექსკურსიაზე მივდივართ კლასი რა და ჩემ დაქალს მოუნდა რომ ეს წამოსულიყო კარგად რუჭით და ვიძე დაესნა მოკლედ. წაისვა წინა დღეს ავტოროჯი. კაი ღვიძა იყო ყვითელი თუ ნარინჯისფერი თუ აი არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ეგეთი იყო. მაგის მე ეცლები გავიდა და კიდე გვახსოვს. მაგრამ iPhone 17 არ გინდა. ხალხო 17 Pro Max მინდა, ეხლა უნდა ვიყიდო ამ კვირაში. ანუ ვაფშე მინდოდა დღესაც, ანუ ზოგადად რამდენი ხანია მინდა ვიყიდო და ვერ გადავწყვიტე. თეთრი ფერი ვიყიდო, თუ ნარინჯისფერი ვიყიდო, იმიტომ რომ ეს ნარინჯისფერი თითქოს გოიმობა არის. თითქოს, მაგრამ თან ამავდროულად ძალიან მომწონს. ზოგადად ნარინჯისფერი არ მიყვარს. მაგრამ ანუ რაღაცნაირად მომწონს. ანუ აი ხო ამბობენ რომ გოიმობა არის რაღაც, ახლა ვინას ამბობს კეთია, მაგრამ რაღაცნაირად მომწონს. მაგრამ თეთრი ძალიან ლამაზია. ზოგადად თეთრი ტელეფონი თან არ მიყვარს. შავი რო იყოს შავს ვიყიდით, ნუ ვარდისფერი რო იყოს ხო ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ვარდისფერი. ვერცხლისფერი არ არის, ანუ 17 არ მინდა, 17 Pro Max მინდა და ეგ Pro Max არის სამ ფერში, მარტო როგორც ვიცი, ლურჯში, ნარინჯისფერში და თეთრში. ნარინჯისფერი რთული ფერია кейსების მხრივ. ხო, ანუ რთული ფერია და თან კიდე პლუს, როგორც ვიცი, ძალიან გადასდის ეს ფერი. და ვფიქრობ თეთრი ვიყიდო. რა მაინტერესებს თუ იცით? ვაიმე. ეს წავსათორ დამსკრინავე. ვაფშე ეს ფილტრი როგორ გავთიშო, ვერ ვთიშო. ნახეთ რას მიშვება ამ ტუჩებს. რაღაცა вообще უარესი ჩავ. ჰაი. ფაინა მასვიქით. მე როგორ გაგეზარდა ძალამაზე ხარ. მალე მოდელობის სცენაზე კვირნე. შავგავთიშეს ფილტრები წამოღო. ვეღარ გცნობ, მაგრამ რატომ ვერ მცნობთ? თმები შევიჭერი და ლინზები მაქვს, მეტი არაფერი არ შემიცვლია ვაფშე და წამწამი მოიხსენი. ხალხო ის რა მაინტერესა წაღან დაეკითხა. რო იდებოდა ლაივები, ხო გახსოვთ? კიდევ იდება ეგ ლაივები, თუ იცით? აი YouTube-ზე იდებოდა ხოლმე ვარ ვწდები. ზოგი. ოკეი, მადლობა.
ლაივების ნახვა არ მინდა, უბრალოდ მაინტერესებდა თუ იდებოდა რა, თორე მე რაში მინახე ჩალაივებს ხარ ვუყურებ. მე ხოცაა დაყრილი ვარ. ეხლა უცბად მივხვდი, რომ ძალიან დაყრილი ვარ. აღარც ყავა მშველის. არაფერი აღარ მშველის. ეს უნდა იყოს ესე. ანონდიაში ამისი არის რა. თუ სხვა რამე ჩავიცვა. უკვე შეგუსიზღდიო. ვისაც არ შეუზიზღდი, მე მაგის გამო გავდივარ ხალხო ლაივებში. თქვენ ვისაც შევზიზღდი. ჯერ სხვა ჩაიცვი. ჯერ ვაფშე მაგრად ტეხავს, როცა რაღაცა არ იცით და ამდენს ლიკინებთ, ძალიან სირცხელია. როცა არ იცით ჩემი მდგომარეობა, მე როგორ ვარ, მე რა გამოვიარე, რა მოხდა ამ ბოლო ხანებში ჩემთან თუ რა როგორც თქვა, ანუ მაგ ყველაფრის მე რო ჩემზე მოდის ჰეითი, ძალიან ტეხავს, უბრალოდ მე არ დავდგები ესე საჯაროდ და არ ვისაუბრებ ჩემს პირადზე, თუნდაც ჩემს ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. რა მოხდა ხალხო და ერთი ის მოხდა, რომ კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ამ ცხოვრებაში არავის არ უნდა ენდო. არც მეგობარს, არც შეყვარებულს, არც დაქალს, არც რაღაც არავის საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო. აი, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ცხოვრება, თუნდაც ურთიერთობის მხრივ, თუნდაც მეგობრების მხრივ. და აი ძალიან ბევრი რაღაცის მხრივ და საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივარ აქედან გამომდინარე. მაგრამ ეს იყო ჩემი საბოლოო გაკვეთილი, იმიტომ რომ მე რო თავი დიდი მეგონა და რაღაც თურმე კიდე ბოლომდე მე ჭკუა არ მქონდა ნასწავლები ამ ცხოვრებიდან, აი ძალიან მინდობი ვარ, ყველა მიყვარს, ვიღაცა გამიცინებს ხალხო, ვიღაცა გამიცინებს და მგონია რომ ძალიან საყვარელია. ზუსტად უნდა ისაუბრო გაიგებს ხალხის სიმართლეს და არც ჰეიტი გიქნება და უფრო ბევრი დაგაფასებს. არა ხალხო, უბრალოდ არასწორი იქნება, რომ მე ესე ავდგე და ჩემს ურთიერთობებზე და რაღაცებზე საჯაროდ ვილაპარაკო, მიმხედრი მიხვდება ყველაფერს, რა როგორ მოხდა და ასე შემდეგ. მე არ ვაპირებ ამ ყველაფერზე საუბარს და ამ თემის ასე გამვრცობას, ასე ვთქვათ. და ანუ როცა ჩემი ბრალი არის რა, ყველაფერი იმ ხრივ რომ მე ვარ დებილი. ანუ მე ვარ დებილი, რომ ყველას ვენდობი. ვიღაცა გამიცინებს, ვიღაცა რაღაცას მეტყვის და მგონია რომ აი მე საყვარელია და აი მე მართლა ჩემზე ესე ფიქრობს, კიდ მეგობარი იყოს, ვინც კიდათ ისე, ანუ აი ყველა შემზიზღდა, არავის აღარ უნდა ვენდო არასდროს. ანუ ეს ხოლმე ესეთი პერიოდი მაქვს. გავა ხოლმე ერთი თვე, თვე კიდე ვენდობი, რომ აი ეს სამეგობროც სხვანაირია, აი ეს ურთიერთობისთვის სხვანაირია. მე ისევ მერჩები იმედგაცრუებული ყველა მხრივ. მარტო პირადულზე არ ვამბობ, მეგობრობის თემაზეც ვამბობ. ხო ხვდებით? უბრალოდ ეს იყო ჩემთვის ბოლო გაკვეთილი. თუნდაც ურთიერთობის მხრივ, თუნდაც მეგობრობის მხრივ, ყველაფრის მხრივ საერთოდ რა. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, არა მარტო ურთიერთობაში. და ანუ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არავის აღარ უნდა ვენდო, ოღონდ მართლა. აღარავის აღარ უნდა ვენდო. შენ ურთიერთობას ვერ დაიჭერ ბიჭთან, ძალიან კარგი ურთიერთობასაც დავიჭერ და ძალიან კარგი ურთიერთობაც მაქვს, შენ მოდი დამიმშვიდი.
შენ კი ენდობოდი, მაგრამ მისი ნდობა ვერ მოიპოვე, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ნიკაზე საერთოდ არ საუბრობ აქ და შენ რა იცი ვინ ვის ენდობოდა და ვის არა. მართალი ხარ და ხალხს დავშორდი და შერიგებას მთხოვს რა ვქნა. არ ვიცი მე თუ მეგობართან ვიჩხუბებ ხოლმე ან რამე ისეც გამიკეთებს, რაც არ უნდა გაიკეთებინა, მზიზღდება. ადამიანების შეზიზღება ვიცი მე. არ ვიცი, კაია ცუდია როგორია ეს, არ ვიცი, მაგრამ ვიღაც რაღაც ისეც რო გამიკეთებს, მე არ შემიძლია მე იმასთან ვიმეგობროვი და ქალო შევურიგდე. ანუ ფიზიკურად არ შემიძლია, იმიტომ რომ მზიზღდება მე ეგ ადამიანი და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ჩემი აზრით არ უნდა შეურიგდე. გააჩნია ახლა რაზე იჩხუბეთ, თუ ბავშვები ხართ ახლა და რაღაცა სისულელეზე იჩხუბეთ, რა თქმა უნდა რომ უნდა შერიგდეთ. ახლა მე და ანუტასაც იმდენჯერ გვიჩხუბია სისულელეებზე, მაგრამ ერთად ვართ და ვურიგდებით ხოლმე სულ და ბიჭთან არა, მაგრამ კაცთან დაიჭერს ურთიერთობას, დამშვიდდიახ, კაცთან დავიჭერ ურთიერთობას ნამდვილად, მე გვერდით მჭირდება ჩემზე უფროსი ჩამოყალიბებული ადამიანი, ვისაც ესმის ქალის პატივისცემა, როგორ მოექცეს ქალს, როგორ მიაქციოს ქალს ყურადღება, როგორ აგრძნობინოს ქალს ქალად თავი. დიახ, ზუსტად ეგეთ კაცთან დავიჭერ ურთიერთობას და არა პატარა ბიჭთან. დიდ ბოდიშით თუ ჩემი გემოვნება თქვენ ვერ გაკმაყოფილებთ. და ანუ 19 წლის გოგობრო თუნდაც ჩემზე 5-10 წლის დიდთან დავიჭირო ურთიერთობა, ჯერ თქვენი რა საქმე არის, მაგით დავიწყოთ. ანუ მე ეგრე ვიგრძნობ თავს ბედნიერად. მე თუ მინდა ხვალ 20 წლის ბიჭთან დავიწყებ ურთიერთობას, ჯერ არ ვაპირებ ურთიერთობას ძალიან დიდი ხანი, იმიტომ რომ არ მინდა არავისთან არაფერი საერთოდ. არც გათხოვება მინდა, არც შეყვარებული მინდა, არაფერი არ მინდა, ჩემთვის მინდა, უბრალოდ ვიცხოვრო, მაქვს ჩემი გეგმები, ვფიქრობ საზღვარგარეთ წასვლას, დროებით იქით ცხოვრებას, რაღაც გეგმები მაქვს მოკლედ, რისთვისაც ვემზადები, ასე ვთქვათ. და ანუ აქედან გამომდინარე, მე ვისთან და რამდენი წლისთან დავიჭერ ურთიერთობას, ეს თქვენ გადასწყვეტ ნამდვილად არ არის. წარმოების ფიქსატორს არ ვიყენებ, ლამინირება გავიკეთე. ისე ზოგადად ვიყენებდი ხოლმე ხანდახან. არავის საქმე არ არის, ვის შეხვდება, მაგრამ 19 წლის არის ზოგადად თქვენ არ გიხებათ, მარის პირადი. ანუ ხა არ ვიცი, ამ ხალხს მართლა პატარა ბავშვი მგონი ვარ თუ რა, ანუ 20 წლის გოგოებით ხოვდებიან 40 წლის კაცებზე და დიდი ბოდიშით. ახლა ჯერ ერთი არავის არ ხვდები, მაგრამ ჩემი წარსული ურთიერთობა თქვენი განსახილველი ნამდვილად არ არის რა. შეიძლება დიდი იყო ის ადამიანი, მაგრამ მე მაგ ურთიერთობაში არც ყურადღება მომკლებია, მოდი პირდაპირ ვიტყვი. არც ის არ ყოფილა, რომ ვაიმე ყურადღებას არ მაქცევს, ვაიმე ის, ვაიმე ეს, ანუ დამიჯერეთ, ანუ ბევრჯერ გული მეტკინა, მაგრამ ქალად მაინც გრძნობდი თავს და ძალიან დიდი ბოდიშით რა. თვალებში ლინზები მაქვს კი, ლინზები მაქვს. მარიამი ცხოვრებას თვითონ მიხედავს, თქვენ თავს მიხედავთ, ვერ გაიგეს ამ ხალხმა რომ დავიან ცხოვრებას მიხედონ და არ ვიცი, ის ხანდახან ვფიქრობ, აი, ჩემ ბოლო ვიდეოზეც ახლა რა კომენტარებიც დაიწერა მოკლედ. იქიდან გამომდინარე ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ ხალხს იმ დონეზე არ აქვს თავის ცხოვრება. თან მეწოდება იცით ეს ხალხია ეს რაღაცებს რომ მიწერენ, რომ ამ ხალხს იმ დონეზე არ აქვს თავის ცხოვრება. რომ ანუ ვერ ხვდებიან რა გააკეთონ, არ იციან რა გააკეთონ, ზიან ესე და ანუ ხალხს უწერენ რაღაცებს უბრალოდ. მე ანუ ერთ წამით ანუ მე რაღაცა სწავლაზე, წასვლაზე რაღაცებზე რომ მიწერენ. დიდი ბოდიშით, მაგრამ ხა ლაივში მე ვერ დაგანახებთ როგორ სწავლობ. ლაივში მე ვერ დაგანახებთ, ანუ აი მე ვიღაცას რაღაც გამოგზავნა შემთხვევით. ლაივში არ დამიდასტუროთ, რა გეხვეწებით.
ლაივში მე ვერავის ვერაფერს ვერ დავანახებ ჩემს სამომავლო გეგმებზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომ მე ვითომ სწავლაზე უარი ვთქვი კურსის სწავლაზე. ეგრე არ იყო. ვიღაცებმა რაღაცები რომ არასწორად გააბაზრეს, ყველაფერი არ უნდა დაიჯეროთ. ვიღაცებმა თუ ეხა ფულები დატეხეს და მერე თქვენს რომ მარიამს ისე დათქმევინოთ რომ ვითომ სწავლა არ უნდაო, ეგ ჩემ მრავლ ნამდვილად არ არის. ასე რომ როცა რაღაცა არ იცით ბოლომდე, მაინც სკრინებს ხო არ დავდება, როცა რაღაცა ბოლომდე არ იცით, უბრალოდ ენებს კბილი დააჭირეთ. არავის თითები რაღაცნაირად გააკონტროლეთ. როცა არ იცით რა ხდება, მე მაგ სწავლაზე უარი არ მithქვია. ეგ თემა ვაფშე სხვანაირად მოხდა და ვაფშე სხვანაირად გამოიყვანეს. ასე რომ მოდი გაჩერდით. ერთი მე არავის დაფინანსებული სწავლა არ მჭირდება, მე მყავს ოჯახი გვერდით, ასევე მაქვს მე ჩემი შემოსავალიც და მე თვითონ ძალიან ჩვეულებრივად შემიძლია სწავლა, უბრალოდ რატომღაც ჰაუსის მერე ესე გადაწყვიტა ხალხმა, რომ ჩემთვის გაეკეთებინათ სიურპრიზი, როგორც ეს პარიზი გააკეთეს, როგორც იტალია გააკეთეს. და მეც დავთანხმდი რატომაც არა, მეთქი რაღაცა კურსს ვისწავლი, მაგრამ საბოლოოდ ეგ ფული ისეთი ადამიანის ხელში მოხვდა. ვინც მოკლედ სხვანაირად გამოიყენა ეგ ფული და მე ყველაფერი სხვანაირად მოხდა. და მე ვეღარ შემძლე ამ კურსზე ასე ვთქვათ მისვლა. მან თალკე ჩახლართული თემები ახლა მაგ თემაზე საუბარი ნამდვილად არ მინდა და კიდე გახსენება. ეგ ჩვეულებრივი ლინზებია თუ სამკურნალო ჩვეულებრივი ლინზებია. მეც მეყვარხარ მარი ხო ნახე მესიჯი. უბრალოდ აი ძალიან წყენს ხალხო რა რომ საწყენია რა, ჩემზე ზოგიერთი დამოკიდებულება აქვს, რაც აი ესე ხალხმა ესე იფიქრა, ესე თქვენს თუნდაც სწავლის თემა ავიღოთ ახლა. ვიღაცას გონია, ვიღაცასთან თქვენს რომ მარიამმა სწავლაზე უარი თქვა, ამ დროს ეგ თემა ვაფშე სხვანაირად იყო და ეგ ფული ვაფშე კაროჩე ძალიან დიდი თემა არის და არ მინდა მოკლედ რომ განვორცო და წარმები ცოტა რომ გაიმიქო უფრო კარგი იქნება ღია ძალიან. აი მე არა ძალიან შავ წარმებში ცრავს გავარ. ხოდა უბრალოდ როცა რაღაცები არ ვიცით, აი რატომ მე გონია თვითონს არ ვუყურებ ვიღაცებს. ვუყურებ ვიღაც ინფლუენსერებს, ზოგი მომწონს, ზოგის რაღაც არ მომწონს, ზოგის ის მომწონს, ზოგის ეს მომწონს, მაგრამ არავის არაფერს არ უწერ, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ისე არ იყოს, როგორც მე მგონია. როცა ადამიანის ცხოვრება არ იცი, არ უნდა დაწეროს ზედმეტ რაღაცეები და გული არ უნდა ატკინოს ზედმეტად, როცა რაღაც არ იცი, დარწმუნებით. ძალიან ბევრი ტყუილები შეკერეს კი. ძალიან ბევრი ტყუილები შეკერეს. მაგრამ წავედი მეგობრებო რა, მორჩი მაგიარს. უნდა გამოვიცვალო და გავიდე. კილოპარაკი ადამიანს კიდე არ ვიცი ასე არ აქვს. წავედი კოცნით და ნეტიძამ. ხალხმა ბოლო ვიდეოზე კომენტარები წავიკითხე, ლამის გოგიშტა აი თავიდან ძალიან ისე ვიყავი, მაგრამ მე ძალიან გამეცინა, რომ აი მეთქინე და ამათი დრო და ამათი მომცადქო რა. ჯერ ამ ხალხს რა გონია ვერ ხვდები, რომ ჰაუსის მე რადგან ცნობილი ხდები, ვაიმე და ჰოპ და სადღაც იქ დაჯდები. პარლამენტში დაჯდები და რაღაცა მაგარ სამსახურს იპოვი და მოიწყობ თუ ანუ მართლა მაინტერესებს ჰაუსის მერე ამ ხალხს რა გონია. ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ეს სეზონი არც ისეთი პოპულარული იყო. ვიღაცებს რომ ადარებენ და აი ძალიან ბევრმა ისე გამოიყენა შანსი, ესე გამოიყენა პირველი სეზონი რომ პოპულარული იყო, ეგეთი პოპულარული კინოცხელი ეს სეზონი არ ყოფილა. ასე რომ იმ გოგოებს და ვიღაცებს სხვა შანსები ჰქონდათ. მე სხვა შანსები მქონდა.
ანუ მართლა რა გონიათ ეს ჰაუსი ვერ ხვდები რომ მე ვაიმე და გამოდიხარ და всё სამსახური გაქვს ძალიან მაგარი და ის გაქვს და ეს გაქვს აი მართლა რა გონიათ ძალიან მაინტერესებს ესე ძალიან რო ერავია ჩემს ცხოვრებაში მაგრამ წავედი რა კაცნით